დილიდან რიგია. მაგრამ ეს ავტომობილებისთვის ჩვენ ახლა გავძრებით და დროულად მივახცევთ დანიშნულების ადგილზე. დღეს შაბათია. როგორც ჩანს, ყიდვა-გაყიდვა აქტიურ ფაზაშია. ახლა შევეცადოთ აქედან აუვაროთ. წავედით. აქ ჩავედით და დავიყავოთ ჩვენი რიგი. როგორც იცი, მხოლოდ ტექპასპორტია საჭირო, რომ იდენტიფიკაცია განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების. ესე იგი, როგორც ხვდები, 10 საათი შესრულდა და მომსახურების სააგენტომ დღეს შაბათია და დაიწყო მუშაობა. ეს რიგი კარგად მიდის. იმედი მაქვს დროულად გავავლით ამ პროცედურებში. ზუსტად 8 წუთია, რაც დაიწყო მომსახურების სააგენტო მუშაობა და 10 ავტომობილი უკვე გატარდა. სტატისტიკურად დაახლოებით 1 წუთს ანდომებენ თითო ავტომობილს და ჩვენს წინ რეალურად 3 სატრანსპორტო საშუალება დარჩა, რომელიც უკვე 2-3 წუთში გაივლის დათვალიერებას და ჩვენი რიგიც მალე მოვა. Зачем гавить? ამას უწევდა ფერი თეთრია, კომბინირებული ჩაიწერა. პრობლემა იქ ორიგინალურია, ეს კომბინირებულია რა. იგი სხვადასხვა ფერები კი და ამათი არ არის. ზემო თამაში ხო? ესე იგი, როგორც გითხარით, განხორციელდა მოტოს დათვალიერება. ვინ-კოდის იდენტიფიკაცია. მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა მკითხა, რომ ფერი ეწერა თეთრი, ხოლო ჯობესი იყო კომბინირებული ჩაწერა, ამიტომ რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს პრობლემა ყოფილიყო, ამიტომ ტექპასპორტში ფერი აღარ იქნება თეთრი და დაფიქსირდება კომბინირებული, რაც პრინციპში რეალურია, ამიტომ რომ სრულად თეთრი არ არის ეს მოტო, რადგან უკანა ნაწილი წითელ ფერშია. ახლა გავჩერდები, მომავალი მესაკუთრეც, ვიზაც უნდა გადავაფორმო უკვე გზაშია, მომწერა რომ უახლოვდება ბაზრობას. მე კი შევალ შიგნი და შენობაში დავალოდები და შენობაში განხორციელებული პროცედურების შესახებაც მოკლედ მოგიყვებით. მოდი გავჩერდები სადღაც, რომ არავის არ შეუშალოთ ხელი. გამოვედით სარეგისტრაციო სამსახურიდან, გადავაფორმეთ მოტოციკლი. ამჟამინდელმა მესაკუთრემ თხოვა, რომ მე ჩავუყანო სახლამდე, ბრუნდებით ისევ თბილისში და რაც შეეხება ამ შენობაში განხორციელებულ მოქმედებებს 153 ლარი გადაიხადა მესაკუთრემ უკვე ახლანდელმა გადაფორმებაში. ამით დასრულდა ყველაფერი. მოტო უკვე ამ წუთიდან ჩემი აღარ არის და მივუყან ახლა მესაკუთრის და სახში დავუტოვებ. ტოვებ რუსთავის
ავტობაზრობას, გავყიდე ჩემი R3, ჩვენ ერთად გავატარეთ 5 წელი, საკმაოდ საინტერესო შთამბეჭდავი და არაერთი კარგი მოგონება გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ ესე ხდება ხოლმე. რაც თავარია, კარგი ადამიანის ხელში მოხვდა, ეს ძალიან მახარებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩამოვედით რუსთავში. გავიარეთ შესაბამისი შემოწმება, სადაც ტექპასპორტი შედარდა მოტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებთან. შემდგომში ავედით უშუალოდ მომსახურების სააგენტოში, განხორციელდა გადაფორმება და ამით დასრულდა ეს პროცედურა. ესე მარტივად ხდება მოკლედ მოტოციკლის გასწრება შეძენა. იმედი მაქვს, სასარგებლო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. და მე ამით გემშვიდობებით.